შენ ხომ მითხარი გზა რამოდენიმეჯერ მოიხრე ხეთან ლაბარაკი ყოფილა შეუძლებელი. თქვენი საქმე აგებულია პროვოკაციებზე. რომელი პროვოკაცია? თქვენი მომზადებული რატო გამფირხარ? თეთრ შემოხდით ხო ბატონო. თქვენი პროგრამი, თქვენი ამბიცი რა თქვენ ხო გაქვთ სურვილი რა უნდა გააკეთოთ რა პრობლემები გვაქვს? მითხარით მაშინ იმ პრობლემებთან დაკავშირებით დაიწყეთ ტოლოში პრობლემები და წავიდეთ. ტოლოში უნდა იყოს მმართველობა. კი, იქნება ტოლოში როგორ მეგეთ ძალიან მალე ძაცა რაც მოცილია 8 წელიწადია თვითმმართველობას. ძალიან საქართველოში იქნება ძალიან. კი, დავალებით. ეგეთი ტყუილების აღარ ამჯერა. ხელისუფლება არის 8 წელიწადია. ხო, უკაცრავად 8 წელიწადი და 8 წელიწადი ახლა მოგიტანოთ ერთი დოკუმენტი რაც ამბობდა მიშა წინა არჩევნებზე. მე რო აქედან წავალ 500 ზარი რო შემოვა. ამოვედი სამსახურიდან 500 ზარი რო შემოვა შენთან და შენ რო ვადებული ხარ დაურეკო აქ რა მოხდა ეგეც ხო ვიცი. იქნებ ზარების ხო არ განახო და არა როგორი გარო. მე რო წავალ მე მოხდა. არაფერი არ მჭირდა. ეგ გასაგებია მე განახო ჩემთან არაფერი. ჩემ სახში ამოვედი ჩემო კარგო და ეს ყველაფერი ვიცით ხუთი თვით იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ. თქვენ შეგიძლიათ თავი მოიტყოთ მაგრამ მე თავს არ მოვიდით. მე ყველგან მივადი მიშასაც ვუჩარ და ყველას არავინ არ მომხედა. ხო და მე გითხრათ რა პრობლემა გაჩვენეთ ხა ბატონო ჩვენ იმისთვის ვართ ხომ და დავაფიქსიროთ. უთხარი მე გამოვდივარ წინააღმდეგი პრეზიდენტებისა და ჩემი და ვინ გითხარ ხა ბატონო გამოვდივარ მე თქვენ პრობლემა გაჩვენეთ. პრობლემა როგორი საერთოდ ყველა საწუხეს პრობლემა მარტო მე კი არა. მუშავრები ვართ ყველა ახალგაზრდა აგერ განა ბირჟაზე იქით და არა ვფიქრობ რომ ნორმალური სიტუაცია არის ხოლმე შეხვედრების დროს, როდესაც ჩვენ წავაწყდებით ძალიან დიდი შიშის ფაქტორს. პირდაპირ გამოდიან გამგებლები და ერევიან მოსახლეობის საქმეებში. ანუ აზრის გამოხატვის თავისუფლება აშკარად შეზღუდული. მაგრამ პრივატულ საუბრებში, როდესაც ვესაუბრებით ადამიანებს, ცალსახად ჩანს დამოკიდებულება კოალიციის მიმართ და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ადამიანები 51 ნომერს შემოხაზავენ. ადგილობრივი წარმოადგენლები, ვინც არიან, აი საბჭოდან, ჩვენი საბჭოდან აუგებიდან ეს ხალხი მოდიან, ჩვენ ყოველდღე დადიან აი ვილისით, დიდი პატარა მანქანები და სოფელს კურს არტყამენ და ეხოწებიან ხალხს და ეუბნებიან და აშინებენ რომ გინდა თუ არ მოხვდეთ, ხოლმე არ მოხვდეთ და კადრში არ მოხვდეთ. აფიქსირებენ ესენ და ყველაფერი მოხდება თქვენ საწინააღმდეგო და ეს არის ეს აშინებენ ხალხს. სიმართლეა ეს არის სინათლე. აი რას ვხედავ მე მთელი ხალხია გაკვირებული ეშინიათ ვერ მოდიან. ხალხი დაშინებული ყავთ. ვერავის ვერ კრიფავთ, არ გამოდიან, მაგრამ მაინც იგრძნობა სოფლებში ის, რომ ხალხის თითქმის 80% მაინც ბატონ ბიზნეს მხარდაჭერია. ხო, მაგრამ ძალიან გვინდა რომ 15-ისთვის მაინც ხალხი შევკრიფოთ და რომ ხალხმა თავის ყურით მოისმინოს, თავის თვალით შეხედონ ამ კაცს ვინ არის. საერთოდ შეეცვლება წარმოდგენა, როცა დაინახავენ პირადად და მოусმენენ, ხო? აი ეს გვინდა ჩვენ რა, რომ თვითონ მოისმინოს ხალხმა. თორე ხალხის დამოკიდებულება პრინციპში ვიცით, რომ ჩვენ მხარეზე არიან.